მოულოდნელი რაკურსები და ინოვაცია, პეიზაჟები და პერსონალური განსაკუთრებული დამოკიდებულება. ფოტოხელოვან კუკური მეტრეველმა ფოტოარქივიდან საგამოფენოდ 160 ფოტო შეარჩია. გამოფენა სახელწოდებით მთვარიან ჯავახეთი ხელოვნების სასახლეში რამდენიმე საათში გაიხსნება და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფოტოგრაფის ათასობით ფოტოდან შერჩეული ჯავახეთის უნიკალური კადრები მომამბის გადამღებმა ჯგუფმა უკვე დაათვალიერა. ნახეთ თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი. უნიკალური კადრი გამოვიდა თმოგვის ციხე. პერსონები და მოვლენები, ურბანული არქიტექტურა და ათეულობით პეიზაჟი. პირზე აღბეჭდილი ყოველი კადრი საქართველოს წარსულია. როგორც ავტორი ამბობს, ჯავახეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ამ ისტორიული მხარის ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო დეტალებიც კი გადაიღო. თითოეული ძეგლი თვითონ არის უნიკალური ისეთი, რომ გაიძულებ შენ პროფესიონალი ფოტოგრაფიც რომ არ იყო, მახსალეგავს ძალიან კარგი. აქ ხდება უნიკალური ძეგლები, ყველა პერიოდის, ყველა სახეობის მოღოლებული ნეოლითის, მეზოლითის პერიოდის ძეგლებიდან. ფოტოხელოვანის მოგზაურობა ჯავახეთში 10 წლის წინ დაიწყო. კუკური მეტრეველის თვალით წელიწადის სხვადასხვა დროს გადაღებული ათასობით ფოტოდან 160 გამოფენისთვის შეირჩა. ექსპოზიცია ჯავახეთის ბუნების, მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალურ კადრებს აერთიანებს. ცოტა გაუცხოებულია ჩვენი საზოგადოება ამ კუთხის მიმართ და ჩვენი მიზანია რომ მეტი დაინტერესება იყოს ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური კუთხის მიმართ. პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის მხრიდან და მერე ტურისტების. ხელოვნების სასახლეში, სადაც ქართული კულტურის და ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი ექსპონატი ინახება, ამიერიდან კუკური მეტრეველის ფოტო ობიექტივში მოხვედრილი ფოტოების არქივით შეიქმნება. საოცარი სამყარო მოიტანა ამ ფოტოებით და კიდევ ერთხელ დაგვანახა აი ამ ქართული რეგიონის ძალიან დიდი ისტორია, განსაკუთრებული სილამაზე და მთელი კოლექცია შევა ამ ფონდში, ასე რომ კვლევარს მეცნიერს ყოველთვის ექნება საშუალება, რომ აი ამ ფოტოებით ჯავახეთის საოცარი სამყარო გაიცნო. მოულოდნელი რაკურსები და ინოვაცია, პეიზაჟები და პერსონაჟებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ეს კუკური მეტრეველის ფოტოენა გახლავთ. 2 კვირის განმავლობაში ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი ექსპოზიცია სახელწოდებით მთვარე მზიანი ჯავახეთი მნახველს საქართველოს ამ ულამაზესი მხარის ისტორიას უამბობს.